საქართველოს ტერიტორიის თითქმის ნახევარი ტყით არის დაფარული. ბუნებრივი და საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული სისტემა, რომელიც ჰაერის ხარისხს აუმჯობესებს, კლიმატურ ბალანსს ინარჩუნებს და წყლის რესურსების ბუნებრივ დინებას მართავს. საქართველოს ტყეების 98% ბუნებრივი წარმოშობისაა. კავკასიონის მასივებზე არსებული ტყეები ზომიერ კლიმატურ სარტყელში შემორჩენილ უკანასკნელ ხელუხლებელ ტყეებს მიეკუთვნება. ამ ეკოსისტემას რთული რელიეფი იცავს. აქ ტყე ნიადაგს აკავებს, წყალს არეგულირებს და მთელს რეგიონს კლიმატურ ბალანსს უნარჩუნებს. 1 ჰექტარი ტყე წელიწადში 17 ტონა ნახშირორჟანგს თანთქავს და 15 ტონა ჟანგბადს გამოყოფს. დიდ ქალაქებში 1 კუბურ მეტრ ჰაერში დაახლოებით 60,000 ბაქტერიაა. ტყეში კი მხოლოდ 200-300. ბუნება მეცაკეთებს ვიდრე თვალით ჩანს. საქართველოს ტყეებში 400-მდე სახეობის ხე და ბუჩქია გავრცელებული. მერქნიანი მცენარეებიდან 61 სახეობა საქართველოს, ხოლო 43 კავკასიის ენდემია. მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის რუკაზე საქართველოს ეს ბიომრავალფეროვნება გამოარჩევს. საქართველოს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მიერ განსაზღვრული გლობალური 200 ეკორეგიონის ჩამონათვალშია. ჩვენი ქვეყანა ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილს განეკუთვნება. ბუნებრივი მრავალფეროვნებით გამორჩეული ასეთი ადგილი კი მსოფლიოში სულ 36-მდეა. ტყის დასაცავად გადადგმული თითოეული ნაბიჯი ჯანსაღი მომავლის მყარი საფუძველია. იცოდე, რატომ არის ქართული ტყე უნიკალური, ეროვნული სატყეო სააგენტო.